მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით დღეს ვნახოთ ჩვენ ნოემბრის თვის ზოგადი ტენდენციები. ნოემბრის თვის ტარო პროგნოზი დადებული არის, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავაკეთო მინი დიაგნოსტიკა თქვენთვის საჯარო გაშლის სახით. ვნახავთ ფინანსებს, კარიერას და ზოგად ენერგიებს. თითო არკანით ვეცდებით გავაკეთო. ახლავე დავარიგებ ვარიანტებს და მოდით ვნახოთ რა გელოდებათ თქვენ ნოემბრის თვეში. რა ელოდება პირველ ვარიანტს ნოემბრის თვეში და რა ელოდება მეორე ვარიანტს ნოემბრის თვეში. ახლავე დავამატებთ ქვებსაც. პირველი ვარიანტი ასეთი წითელი ქვა იყოს, წითელი. და მეორე ვარიანტი ასეთი მწვანე ქვა. აირჩიეთ, რომელიც მეტად გიზიდავთ, გეძახით, თუ გჭირდებათ რა თქმა უნდა, დააპაუზეთ კიდევაც. პირადი კონსულტაციის მსურველებს შეგიძლიათ მომწეროთ პირადში. რა თქმა უნდა, შეგახსენებთ იმასაც, რომ საჯარო გაშლები უფასო არის, ამიტომაც ენერგიების დაბალანსებისთვის აუცილებლად უნდა მოიწონოთ ეს პოსტი. და მოდით დავწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. პირველი ვარიანტი. ზოგადი ენერგია ამოვიდა აქ როგორც ხმლების მეფე. პირველ რიგში კონკრეტულად ამ არკანში შემიძლია დავინახო ისე თითქოს კონკრეტული მამაკაცი ითამაშებს თქვენს რეალობაში რაღაც ძალიან დიდ როლს, მაგრამ უფრო მეტად აქ ვხედავ ხმლების მეფეს როგორც არა პიროვნებას, არამედ როგორც კონკრეტულ ენერგიას. ეს არის თქვენი შინაგანი ენერგია, თქვენი შინაგანი მასკულანური ენერგია. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ქალბატონი ხართ თუ მამაკაცი, იცოდეთ რომ ნოემბრის თვეში თქვენთვის ძალიან დიდ როლს ითამაშებს რაციონალური, ცივი, მამაკაცური ენერგიები. ხო, სხვათა შორის ვინც არ იცის, ორივე სქესს რა თქმა უნდა გააჩნია ორივე ენერგიები, მაგრამ მოდით ასე ცოტა ზედაპირულ შედარებას მოვიყვან. მასკულანური, ანუ მამაკაცური ენერგიები არის უფრო მეტად ცივი, რაციონალური, ანალიტიკური, უფრო მეტად, როდესაც ხდება რაღაც გარკვეული მოვლენების გათვლა, უფრო სტაბილური ენერგია. ხვდებით ხო? ხოლო ფემინური ენერგია არის უფრო მეტად რბილი, ნაკლებად სტაბილური, არაცუდი, არამედ პირიქით კარგი გაგებით, ანუ ფემინური ენერგია არის როგორც შეხედეთ ადრე მახსოვს ერთმა ქალბატონმა მოიყვანა ასეთი ძალიან კარგი შედარება და მეც მოვიყვან. წარმოიდგინეთ წყალი, რომელიც არის ჯამში. ეს ჯამი არის სტაბილური და მყარი. ეს არის მასკულანური მამაკაცური ენერგია. ეს ენერგია იცავს ფემინურ ენერგიას, ხო? აძლევს მას სტაბილურობასა და სიმყარეს, ხოლო წყალი არის ნებისმიერი ფორმის მიმღები. ფემინური ენერგია არის უფრო ემპათიით ახსავსე, ემოციებით ახსავსე, უფრო ნაზი. ხვდებით ხო? კარგით, საკითხს რომ არ გადავუხვიოთ. ნოემბრის თვე თქვენთვის პირველი ვარიანტი იქნება უფრო მეტად, გავიმეორებ, ანალიტიკურ აზროვნებასთან დაკავშირებული, მოგიწევს ძალიან ბევრი რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება. მოდით ვნახოთ თითო არკანით, როგორ განვითარდება თქვენი პირველ რიგში, მოდით პირადი ვნახოთ ჯერ, პირადი როგორ განვითარდება ნოემბრის თვეში თქვენი. კვერთხების 4-იანი, მშვენიერისი არკანი არის, ერთადერთი კონკრეტულად ამ არკანს აქვს ასეთი უარყოფითი მხარე, როდესაც ურთიერთობაში არის გარკვეული გაჭედილობა, სტაბილურობა. მოკლედ რომ ითქვას, პირველი ვარიანტი თქვენთვის ნოემბრის თვე, პირადსა სიყვარულო ურთიერთობებში შემოიტანს მეტ სტაბილურობასა და მეტ სიმყარეს, უმეტესობასთან რეზონირდება როგორც სტაბილურობა და სიმყარე, რა თქმა უნდა, პოზიტიური თვალსაზრისით. მაგალითად, ახლა ვისაც ყავთ პარტნიორი, თანაც ნახეთ დასტის ძირზე პენტაკლების ათიანი არის, ვისაც ყავთ ახლა პარტნიორი, თქვენს პარტნიორთან შემოვა მეტი სტაბილურობა, მეტი გრძნობების მიმოცვლა, მეტი სიმყარე ურთიერთობაში, მეტი ჰარმონია, ვისაც არ ყავთ თქვენთვის სასურველ ადამიანთან შეიძლება დაიწყოთ კიდევაც ურთიერთობა ნოემბრის თვეში, მაგრამ ერთეულებთან რეზონირდება როგორც გაჭედილობა. რადგანაც ახლა ბევრი სხვადასხვანაირი ადამიანი მიყურებს პირველ ვარიანტზე, ბევრისთვის სამწუხაროდ როგორც გაჭედილობაც ისე რეზონირდება. ნახოთ ახლა ფინანსებზე. ნოემბრის თვეში ფინანსები თქვენთვის პირველი ვარიანტი ერთი არკანით ნახოთ აბა. ჩამოკიდებული კაცი. მეტი ენერგიის გაცემა მოგიწევთ ვიდრე დანახვა. ვიდრე მიღება უფრო სწორად. და ნახეთ პირველი ვარიანტი თქვენთვის აქ არის ასეთი პატარა მესიჯი სამყაროსგან ფინანსებთან დაკავშირებით, რომ თქვენ შეძლებთ თქვენს ფინანსებს და თქვენს ფინანსურ ენერგიებს სრულიად სხვანაირი კუთხით შეხედოთ. მეცაც ვიტყვი, აქ თქვენ სამყარო დაგანახეთ სრულიად სხვა კუთხით თქვენს ფინანსურ ენერგიებს. შესაძლოა აქ იყოს რაღაც გარკვეული ფინანსური მცირედი კრიზისიც კი, თუმცა უმეტესობასთან აქ არანაირი კრიზისი არ იქნება, უბრალოდ იქნება ცოტა ისეთი
რთული სიტუაციები, სადაც მოგიწევთ, რომ მაქსიმალურად კარგად დაფიქრდეთ და მაქსიმალურად კარგად გაანალიზოთ, თუ სად მიდის თქვენი ფინანსური ენერგია, როგორ მიდის, რამდენად სწორი მიმართულებით მიდის, ხო? ხვდებით ხომ რასაც ვგულისხმობ? და პრინციპში თქვენი ფინანსური ენერგია შეიცვლება, აუცილებლად შეიცვლება, უბრალოდ ნოემბრის თვე არის ცოტა ისეთი, როდესაც გიწევთ მეტი გაცემა, სხვათა შორის ქველმოქმედებასაც აუცილებლად უნდა დავუთმოთ მეტი დრო, პირველი ვარიანტი და მოდით ნახოთ ახლა გაფრთხილება. პირველი ვარიანტისთვის ნოემბრის თვეზე ერთი არკანით პენტაკლების ტუზი, გაუფრთხილდით თქვენს პენტაკლებს. ახალი შანსები და ახალი პერსპექტივები თქვენთვის პირველი ვარიანტი ნოემბრის თვეში აუცილებლად იქნება, მაგრამ შეინარჩუნეთ სიფრთხილე თქვენს ფინანსებთან. კარგად დააკვირდით, სად, როდის, რაში მიდის თქვენი ფინანსური ენერგია, რამდენად სწორად მიდის. გავიმეორებ, რომ აქ ქველმოქმედება, განსაკუთრებით ქველმოქმედება, რომელსაც თქვენ აკეთებთ გულით და სულით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ნოემბრის თვეში, იმიტომ რომ ქველმოქმედება არ უნდა იყოს გაკეთებული მოვალეობის მოხდის მიზნით, თუ თქვენ გეცოდებათ გეცოდებათ ცუდი სიტყვა არის, მაგრამ თუ თქვენ გსურთ თანადგომა ადამიანებთან, ადამიანებს უნდა გაუზიაროთ, ხო, თანადგომა. თუ თქვენ მეტი ემპათია გაქვთ ცხოველების მიმართ, ცხოველებს უნდა გაუზიაროთ, თუნდაც ელემენტარული საკვებით, ხო, შეძლებისაგვარად. რა თქმა უნდა, საკუთარ ფინანსებს არ უნდა ავნოთ ამით, მაგრამ ქველმოქმედებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება თქვენთვის. პირველი ვარიანტი. თქვენი ფინანსური ენერგიის 10% დაახლოებით უნდა მიდიოდეს ქველმოქმედებაში. გაითვალისწინეთ ეს და ყურადღება მიაქციეთ თქვენს დაცულობას, თქვენი ფინანსების დაცულობას. კარგით, გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი კვერთხების რვიანი. პირველ რიგში თქვენთვის მეორე ვარიანტი ნოემბრის თვე იქნება ახსავსე რაღაც ახალი მიზნებით, ახალი მიზანდასახულობებით. აუცილებლად შეძლებთ რომ რაღაც ახალი მიზნები დაისახოთ, იქნებით მაქსიმალურად მოტივირებული, მაქსიმალურად ენერგიაზე. თუ თქვენ აქამდე თავს გრძნობდით ზედმეტად გადაღლილად, ზედმეტად უემოციოდ აპათიაში, ცოტა არ იყოს და დეპრესიულად, იცოდეთ რომ ამ მდგომარეობიდან აუცილებლად შეძლებთ რომ გახვიდეთ. მეორე ვარიანტი და ნოემბრის თვე შემოიტანს თქვენს რეალობაში უფრო მეტ მოძრაობას, უფრო მეტ მიზნებს, უფრო მეტ სასიცოცხლო ენერგიას და მოდით ახლა ვნახოთ ერთი არკანით პირადის კუთხით, პირადის სასიყვარულო თვალსაზრისით მეორე ვარიანტს რა ელოდება ნოემბრის თვეში. ვნახოთ აბა პენტაკლების სამიანი. ეს არკანი მეტყველებს მოლაპარაკებაზე, შერიგებაზე, რაღაც კომუნიკაციაზე. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სიფრთხილე უნდა შეინარჩუნოთ ამ კუთხით, მაგრამ აქ სავსებით შესაძლებელი არის კონკრეტულ ადამიანთან მოლაპარაკება ან შერიგება მოხდეს. ზოგადად ეს არკანი ძალიან კარგი არის პირად ურთიერთობებზე, როდესაც ამოდის. ერთადერთი ზოგ თქვენგან თან, ვისთანაც ფიგურირებს მესამე პირი და რაღაც სასიყვარულო სამკუთხედები, ამ შემთხვევაში პირდაპირ ვიტყვი და რაღაც საქმის მოგვარებას აქ ნამდვილად ვერ ვხედავ. პირიქით აქ შეიძლება იყოს მეტი დაბნეულობა, მეტი манипуляციები, ხოლო ვინც არ ხართ სასიყვარულო სამკუთხედში, პირველ რიგში ვისაც ყავთ პარტნიორი, აქ პარტნიორთან იქნება რაღაც ახალ საფეხურზე გადასვლა, ახალი მოლაპარაკება, ახალი შეთანხმება, ასეთი გუნდური, მეგობრული მუშაობა ურთიერთობაზე, ძალიან კარგი. ხოლო ვისაც არ ყავთ პარტნიორი, აქ აუცილებლად იქნება ახალი ადამიანების გაცნობა, პოტენციალური პარტნიორების ნახვა, ურთიერთობების რაღაც ახალ ეტაპზე გადაყვანა, მოლაპარაკებები, კომპრომისები და ასე შემდეგ. ახლა ვნახოთ ფინანსებთან დაკავშირებით, რა ელოდება მეორე ვარიანტს ფინანსურად ნოემბრის თვეში. ნახოთ აბა. ფინანსების კუთხით, კვერთხების ოთხიანი, მეტი სტაბილურობა, მეტი სიმყარე, აუცილებლად იგრძნობთ რომ მაქსიმალურად მყარად გახართ ასე მიწაზე, ძალიან მყარად გაქვთ ჩაშვებული ფესვები მიწაში. ასევე თუ ახლო წარსულში თქვენ მეორე ვარიანტმა გადაიტანეთ რაღაც გარკვეული ფინანსური კრიზისი ან ფინანსური მინუსები, რაღაც ნეგატიური მოვლენები, იცოდეთ რომ ამ კრიზისული მდგომარეობიდან აუცილებლად გამოხვალთ. ზოგისთვის რეზონირდება რა თქმა უნდა ცოტა ნელი ტემპი, ზოგისთვის ცოტა სწრაფი ტემპით, ხო? მაგრამ
ფინანსების კუთხით აქ აუცილებლად იგრძნობა სტაბილურობა, მეტი სიმყარე, მეტი ფინანსური ენერგია, იგრძნობა ასევე ისიც, რომ თქვენ ფინანსებს მეტად გასცემთ რაღაც სასიხარულო მოვლენებში, რაღაც აღნიშვნაში, სიხარულში, ბედნიერებაში, რაღაც დადებით ემოციებში, ანუ რაღაც გარკვეული დოზით ფუფუნების საშუალებაც აუცილებლად იქნება. ვიღაცისთვის, რა თქმა უნდა, მეტი დოზით, ვიღაცისთვის ნაკლები დოზით, მაგრამ იქნება. ახლა ვნახოთ გაფრთხილება მეორე ვარიანტისათვის ნოემბრის თვეზე. ნახოთ აბა გაფრთხილება ნოემბრის თვეზე მეორე ვარიანტისათვის. თასების ხუთიანი გაუფრთხილდით თქვენს ფსიქოემოციონალურ ფონს. ნუ იქნებით განწყობილი სიტუაციების მიმართ პესიმისტურად. მესმის ბევრად უფრო მარტივი არის ეს თქვა, ვიდრე გააკეთო, მაგრამ მეგობრებო, ჩვენ ადამიანებს ძალიან ხშირად გვავიწყდება მადლიერება სამყაროს წინაშე და ისიც რამდენჯერაც მისაუბრია მადლიერებაზე საჯარო გაშლებში თუნდაც ძალიან ხშირად მოხდებოდა შემდგომ კომენტარებში აი რისთვის უნდა ვიყო მადლიერი, ჩემ ცხოვრებაში ყველაფერი ცუდად არის, ასე არის, ისე არის, უმუშევარი ვარ, ისე ვარ, ისე ვარ. მეგობრებო, ძალიან კარგად მესმის თქვენი. მე არ ვამბობ იმას, რომ თქვენი ცხოვრება მარტივი არის, კარგი არის, გადასარევი არის, მაგრამ სირთულეები ყოველთვის იყო და იქნება. რაღაც გარკვეული დოზით აუცილებლად იქნება და იცით, მადლიერები უნდა იყოთ ელემენტარულისთვის. თუნდაც იმისთვის, რომ გაქვთ იმის საშუალება, რომ შეხვიდეთ Facebook-ზე და რაღაც კომენტარები დაწეროთ, ხო? თქვენ გაქვთ წვდომა ამ ვიდეოს მიმართ, ინტერნეტის მიმართ, საჯარო გაშლების მიმართ. გაქვთ წვდომა, არ ვიცი, გაზის, სინათლის, ინტერნეტის, წყლის მიმართ, ხო? დიახ, ეს რაღაც ისეთი არის, რაც უნდა გქონდეს. ვერ შეგედავებით ამაში, მაგრამ რაც უფრო მადლიერები ვართ სამყაროს მიმართ, დამიჯერეთ მით უფრო მეც გვაძლევს ყოველთვის სამყარო. იმიტომ რომ მადლიერება ყოველთვის არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ვიბრაციული ენერგია. და გულურწმელი მადლიერება, გავიმეორებ, არა მოვალეობის მოხდის მიზნით გამოხატული მადლიერება და მოსროლილი მადლობა, არამედ გულახდილი გულურწმელი მადლობა ყოველთვის უფრო მაღალ ვიბრაციებზე გვაყენებს და ყოველთვის უფრო მეც გვაძლევს. ამიტომაც იმისათვის, რომ მეტი მადლიერება გამოახატოთ სამყაროს მიმართ, გახსოვდეთ ის რაც გაქვთ. სახურავი, თუნდაც ნაქირავები, არ ვიცი, წყალი, თბილი წყალი, გაზი, საკვები, წვდომა ინტერნეტთან, ეს ყველაფერი შეიძლება არ ყოფილიყო. მაგრამ გაქვთ. ყოველ დილით შეიძლება მზე არ ამოსულიყო, მაგრამ ამოდის. წვიმის მიმართაც უნდა იყოთ მადლიერი, ყველაფრის მიმართ. იმიტომ რომ ყოველი დღე არ არის ტანჯვა, ყოველი დღე არის ახალი შანსი იმისათვის, რომ დღე ოდნავ სხვანაირად გაატაროთ. ამიტომაც მეტი მადლიერება გამოხატეთ მეორე ვარიანტის სამყაროს მიმართ, შეახსენეთ საკუთარ თავს ამის შესახებ. მე კი ამაზე ყველას დაგემშვიდობებით, უღრმესი მადლობა, წარმატებები, ბედნიერი დრო, უღრმესი მადლობა და ნახვამდის.